ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებადი კითხვა ავტობუსებთან დაკავშირებით არის მათი უსაფრთხოების შესახებ. მოდი ვნახოთ, რამდენად უსაფრთხოა ეს ავტობუსები. ეს 18 მეტრიანი ავტობუსი მუშაობას მორჩენილი იყო და ბაზისკენ მიემართებოდა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მას ისეთი სიჩქარით დაეჯახა, რომ ბარიკადს მიანარცხა. ეს ყველაფერი მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე. თუ გაიხსენებთ, იქ მაღალი ბარიკადებია და ავტობუსიც ძალიან დააზიანა. მოდი ვნახოთ კონკრეტულად რა დაზიანდა ასეთი სერიოზული შეჯახების შემთხვევაში ამ ავტობუსზე. აი ეს არის მდგომარეობა, რაც ამ ავტობუსს ჭირს და ეს არ არის რაიმე მარტივი ავარია. ეს ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ რა მოხდა, შუშები ჩაინტრა და მორჩა, მაგრამ ეგრე არ არის რა. დავიწყოთ იქიდან, რომ ქვედა ნაწილის ეს ბალკა არის წაგებული. ამას ვერ გაასწორებ. იმიტომ რომ ეს ავტობუსები არის გაკეთებული სპეციალური შენადნობი რკინით, რომელიც როდესაც ასწორებ, კარგავს თავის თვისებას. ასე დამუშავებული რკინა არის ძალიან მყარი, რაც ამაში გამოიყენება ამ ავტობუსში, მაგრამ ერთი მინუსი ის აქვს, რომ როდესაც მას გაასწორებ, მე ისეთი მყარი ვეღარ არის რა. ამიტომ იმ სტანდარტებში, რომელიც მოეთხოვება ავტობუსებს, არ ჯდება გასწორებული ავტობუსის სიარული და ამიტომ ვერ ასწორებენ. ამას ეს ყველაფერი უნდა გამოიცვალოს რა. ასევე დასაკეცი ადგილიც გარმოშკას რაც ეძახიან, ეგეც გაფუჭებულია, ეგეც უნდა შეიცვალოს. წავიდე ახლა შიგნით შევიდეთ, ვნახოთ რა მოხდა ავარიის შემდეგ, რა მდგომარეობაშია ავტობუსი. აქ არის ეს სიტუაცია, მეგობრებო. მადლობა ღმერთს, რომ ეს ავტობუსი უკვე მორჩენილი იყო მუშაობას და ბაზაზე მოდიოდა. შესაბამისად, გზავრი არავინ არ იჯდა ავტობუსში, თორემ შეიძლება რომ გზავრის დაზიანებულიყო. ფატალური დაზიანება დიდი ალბათობით არ იქნებოდა, იმიტომ რომ აქ სერიოზული დეფორმაცია კაბინის არ არის, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ მაინც არავინ არ იჯდა და თან გულდასაწყვეტი ისიც არის, რომ იმდენად ახალი ეს ავტობუსი ხო ჩვენი ყველასია რა, ჩემიც არის, შენიც არის, ვინც ავიდეოს სულ ყველასია და იმდენად ახალი ავტობუსი ყავდა 2024 წლიანი ავტობუსი და ესეთი შემთხვევა რომ მოხდა ძალიან ცუდია. ესეც კი არ არის ჯერ გადაკლეთილი ეს ბილეთის სასაღები. მძღოლი იჯდა აქ და მძღოლი იყო სხვათა შორის ქალბატონი. და ეს ქალბატონი როგორც მითხრეს, რა თქმა უნდა, მაშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში შემოწმების შემდეგ დაადგინდა, რომ მას არაფერი არ ჭირდა საერთოდ და სახლში გაუშვეს და ეხლა კარგად არის ეს ადამიანი. აი ეს არის ის დამსხვრეული შუშა, რომელიც ბოლომდე არის. ნახეთ როგორი დრეკადია. აი, ესეთი დრეკადია ეს შუშა და ეს ნაწილები არ გჭრის რა. ესაა კარგი. ამიტომ ავარიაში ღმერთმა ყველა დავიფაროს, გზავრები მაქსიმალურად დაცულები იქნებიან ამის გამო.